თეუნასოს კამი გავუკეთე მაგ ვიდეოზე 90% დამიწერეთ რომ გააკეთე ყავის პატარა მაგიდაო. გადავწყვიტე რომ გავაკეთო ყავის მაგიდა, რაც შეიძლება იაფი დამიჯდეს და გავყიდო რაც შეიძლება ძვირად. რა არის ამის საჭირო? პადონები, ანუ პალეტები. წავედით ხა ვიპოვოთ პადონები. სულ რო ვიყურები ხოლმე ყველგან პალეტები ყრია და ეხა არ შეხვდება მაინც და მაინც ხო ვიცი არა. მოვიქნებ აქ მაინც იყოს სადომი დოქტორე. თბილისში რა ჩავა? მაინც ეს პადონი არა? აგე იგი რას არის, მაგრამ ის ბანძი არის და. ავი გდია, ნაგავში გდია აშკარად, ხო? ო, რა კაი არის, ნახეთ, რა ფერი არის, თო. ადონების სათრევად არის შექმნილი ჩემი მანქანა. პირველი მასალა ნაშოვნი არის, ფასი 0 ლარი. არა, 30 თეთრიას დავუწვით ბენზინი. ეხლა უნდა გავაკეთო ის, რაც ყველაზე ამეიზღება, ადონის დაშლა. დაანკრატი დაშლეთ ხოლმე პალეტები. პირველი მოვხსენით. ადონის ის ქარაც ხვვრებაში არ დამიშლია. ცოტა ცემენტები რაც ქონდა ტინიჯაგრით დავწმინდე და მივიღეთ 10 ესეთი ნაჭერი და დროა ჩართო ჩემი ახალი სათამაშო და გავვრანდოთ ეს ყველა ფიცარი. გაასწორებს, გახდის პარალელურს ორივე მხარეს და გაასუფთავებს თან. ესეთი ლამაზი ფიცრები მივიღეთ რა. ეხლა თითო ამ ფიცრას გავჭრი სიგრძეზე შუაში და ორჯერ გაიჯდება სიგანეში. ეგა მეგონი მზადულად რომ შევაწებოთ. მოკლედ ორ ნაწილად გავყავ, ერთი ნაწილი აქ არის, მეორე ნაწილი აქ და ეხლა ხის წებოთი, PV10 ეგრეთ წოდებულით, კარგად დავაწებებთ. აგერ მოვიდა მეორე დღეს უკვე გაშრა კარგად. ეხლა წებოები რაც არის, ეს უნდა მოვაშორო შპატელით და მე გავატაროთ ისევ რეისმუსში. ნახეთ როგორი გუბუბი გამოდის. და ლამაზი. სამი ნაწილი დაწებდა. გავიდა საკმარისი დრო შეგვიძლია ვუხსნათ დამჭერები. ესეც ჩვენი მაგიდის თავი, ერთიანი, საკმაოდ ძიმე არის, რაც კაია, მასიურია. ეხლა ჩამოვაჭროთ ბოლოები. და ისევ გაუთავებელი პრიალი. და დროა გავუკეთოთ გვერდები და ცოტა ნერვიულობ, იმიტომ რომ მაშინ რო არ ამიტყდეს. გამზადდა როგორც იქნა მაგი და აი ძალიან პრიალა. და აი ფეხები, რომელიც ვიყიდე ბაზრობაზე. ეხლა გავხვრიდა 4 დილა სპეციალურ ბოლტიკებს შავსვა, რომელშიც მე ნახეთ, ეს ხეს ჩაჯდება და აი ესე პატარა ჭანჭიკებით მოეჭირება. და იქნება ძალიან მყარი. ჩვენი ყავის მაგიდა. და თეო აღარ მეჩხუბება იმედია. ეხლა ლამაზიეთი გადაუსვა ძევიდან და ეგ არის რა. ესეთი უფერული არის, მაგრამ თვითონ ხე იღებს თავის ფერს რა. ნახეთ რა მაგიდა გამოვიდა და ულამაზესი. ერთი ზოლიანი. დადე არაყი, კაი კარტოფილი, სასისკი, დალიე და იგულოვე, სულო და გულო. კაი 4 კაცი იქეიფებთ ამ მაგიდაზე. ისე რა, მამა პაპურად არა, ლოთურად.